მოგესალმებით, ვიდეო რგოლში ვისაუბროთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო, საჭირო და ასე შემდეგ პროგრამაზე. მოკლედ ეს არის საინსტალაციო პაკეტის შექმნა. ანუ პროგრამა, უფრო პროგრამული რაღაც ყოფილებაში წავიდეთ, ეს არის საინსტალაციო პაკეტის შექმნა. ანუ არსებობს პროგრამები და არსებობს მათი საინსტალაციოები. ანუ ეს ყველაფერი არის ცალ-ცალკე პროგრამა შეიძლება შექმნა, მაგრამ ინსტალაციისთვის აუცილებელია მისი საინსტალაციო პაკეტის შექმნაც, ასევე რომ ეს ყველაფერი შეერთდეს და გამოვიდეს ერთი მთლიანი დასრულებული ასე ვთქვათ შედეგი ამ ყველაფრისა. ხო და როდესაც ვაკეთებ სხვა პროგრამის რედაქტირებას, მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი სხვა პროგრამა და შევქმნათ ან დავუსწროთ მისი შექმნა რედაქტირი იგივე დავუშვათ რომელიღაცა პროგრამა ვარედაქტირეთ ჩემთვის, ანუ იგივე ქართულზე გადავაქართულიან რაღაც შეუცვალე, მაგრამ შესვლის შემდეგ გჭირდება რომ ისევ შევკუმშო, ჩავაყენო საინსტალაციო პაკეტში. ეს ყველაფერი Windows აქვს თავისი სტანდარტული საინსტალაციო პაკეტი და ეს ახსენეთ, მაგრამ შედარებით უფრო სუსტია ვიდრე ის პაკეტი, რომელიც ახლა მინდა წარმოგიდგინოთ და ასევე არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერების, ფასიანებიც და ასე შემდეგ. ზოგადად ეს არის პატარა, სულ რაღაც პატარა მოსვლების, ანუ მეგაბაიტი და 600-ია. და არის უფასო, რაც თავარია. არ დაგჭირდებათ არანაირი კრეკები. კარგი. გადმოვიწეროთ პაკეტი, ალბათ გადმოწერას დროს აღარ დავკარგავთ, იმიტომ რომ ვიცით. თუ საიდან როგორ უნდა რანაირად უნდა გადმოვიწეროთ ეს ყველაფერი. კარგი და გავხსენით, ჩვენ გვაქვს ჩვენი სარეკლამო ბანერები შეიძლება ითქვას და პროგრამა. დაგჭირდება პროგრამა, კრეკები არ გჭირდება, ასე რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი უბრალოდ მოვაშოროთ. თქვა ჩვენს ეკრანს. კარგი, ეს არის საინსტალაციო პაკეტი. უშვებ მაგალითად და რას გულისხმობს, მაგრამ საინსტალაციო პაკეტი ნიშნავს აი next-ზეც არის, როდესაც უთითებ რომელ დისკზე შევინახო და ეს ყველაფერი, ანუ ის რაც პროგრამის ინსტალაციის დროს არის აუცილებელი. მოდი ახლა ჩვენ გავაკეთოთ მაგალითისთვის, ანუ რომელიღაც პროგრამა შევქმნით და მისი რა თქმა უნდა საინსტალაციო პაკეტი და მაგალითისთვის ვახსენე, ანუ იგივე წარმოებლები, როდესაც დავუშვათ ხდება პროგრამის რედაქტირება, ან იგივე კატეხილი პროგრამები, როდესაც არის და ჩვენ მას ვაყენებთ უფასოდ, ეს იმას დანიშნავს, რომ პროგრამას უფასოდ ვიწერთ, ის ძალიან კარგია. ამ საინსტალაციო პაკეტის მეშვეობით მე შემიძლია ნებისმიერ პროგრამაში ჩავდო ჩემთვის საჭირო ფაილი. იმიტომ რომ როდესაც საინსტალაციოს ვაკეთებ პირადად მე, ანუ ისე იგი მე პროგრამას დაშლის სახეს აღვადგენ, ანუ მაქვს დაშლილი რაღაც პროგრამები თავის ფოლდერებთან ერთად და ამ ყველაფერს ვკრიბავ და ვქნის საინსტალაციოზე. შესაბამისად, ძალიან მარტივად შემიძლია ამ ყველაფერში მე უბრალოდ ჩავდო რაღაც ისეთი, რაც მე მაგალითად გავამადგებ. კარგი, ახლა ავიღოთ მაგალითად რამოდენიმე იყოს ფოლდერი, ვითომ გავაკეთე პროგრამა, რაღაც პროგრამა შევქმენი. ეს პროგრამა შედგება სურათებისგან, იკონებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ პროგრამის შექმნას დაუბრუნდებით არა, უფრო მომავალ გაკვეთილებში აუცილებლად ავხსენებთ, ასე ვთქვათ, მოკლედ თუ როგორ ხდება თვითონ პროგრამის შექმნა და რა საჭირო იგივე პროგრამების დახმარება დაგჭირდება, ეს რა თქმა უნდა დაბალ დონეზე ავხსნით და მე შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ განვცადოთ. მოკლედ პროგრამა რასაც იქნება, მას აქვს სურათები, ფაილები, ფონტები და სხვადასხვა საჭირო მასალები და შემდეგ ამ მასალის ერთობლიობას ქმნის საინსტალაციო პაკეტი. ანუ ეს ყველაფერი შეკრიბავს და გამოვა ინსტალაცია. ეხლა იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პროგრამა მაგალითად რომელიმე პროგრამა ავიღოთ, გაქვთ დაყენებული პროგრამ ფაილებში, იგივე დავიღოთ მაგალითად ანტივირუსი. არის როგორც ხედავთ სხვადასხვა ფაილებისგან შემქმნილი. ეს არის თავისი მონაცემთა ბაზა, ძალიან დიდი ფაილებია და ამ ფაილის ერთობლიობა შეიქმნა საინსტალაციო პაკეტით, რომელიც თვითონ ავიჯემ შექმნა. სწორედ ამ საინსტალაციო პაკეტის შექმნაზეა აქ საუბარი და ეს ფაილები წარმოვიდგინოთ, რომ არის ეს სამი ფოლდერი, ანუ აქ რაღაც ფაილები. გავაკეთეთ უკვე შევქმნით ანტივირუსი და უნდა გავაკეთოთ ახლა ამის საინსტალაციო პაკეტი. კარგი, დავიწყოთ შევთ ჩვენს პროგრამას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გჭირდება მას ინსტალაცია. ვირჩევთ ენას, მარტივი გასაგები რო იყოს, იგივე რუსულ ენას ავირჩევ. ან თუ მინდა ინგლისური, არ აქვს შეიძლება გააჩნიათ თქვენ რომელს უკეთესად ფლობთ. კარგი, გავაგზავნეთ. აუცილებელია პროგრამირებისთვის საერთოდ რომ უცხო ენის ცოდნა, იმიტომ რომ ეს რაღაც next-ებით არ კეთდება საერთოდ არაფერი. და საჭიროა რომ ვიცოდეთ თუ რას ვაკეთებთ. ეს აუცილებელი მოთხოვნა, ასე ვთქვათ, ელემენტარული მოთხოვნა, რომელიც შეიძლება რომ პროგრამირების დამწყებ
დასაწყებად დაგვჭირდეს უცხოენის ცოდნა, კერძოდ იმ პროგრამის ცოდნა მაინც რა ენაზეც მუშაობთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვუბრალთ. კარგი, ეს არის ლიცენზია, ებრინმაევა, ვეთანხმები და ვაგრძელებ. ამ ყველაფერს პროგრამა დაყენდება CDX-ზე პროგრამ ფაილებში, რა თქმა უნდა, სტანდარტულია და შემიძლია შეუცვალო ნებისმიერ დროს და ავირჩიო სასურველი, ეს ყველა ვიცით, ვაწვევი next, სახელი პროგრამის ვაწვევი next და ასევე დააყენებს რაღაც მოწყობილობას მასთან ერთად, რომელიც მისთვის აუცილებელია. დავეთანხმოთ, იმიტომ რომ წინამორ შემთხვევაში ნამდვილად არ მიჩვენებდა. ეკრანზე, ანუ ჩვენ დესკტოპზე გამოგვიგდოს მისი იკონი, რომლის საშუალებითაც მივხვდებით და ვიმუშავებთ ზოგადად მის პროგრამაში. კარგი, დავამთავრეთ, ეს მოუხსნათ და ესე ჩვენი პროგრამის, ასე ვთქვათ, იკონი. უშვებ და აქ გვინდა ახალი ფაილის შექმნა, მოდი ამ ყველაფერს მოხსნათ და დავიწყოთ თავიდან. ეს არის ჩვენი სტანდარტული სახე, ასე ვთქვათ. რომელზეც არაფერი არ არის. ჩვენ შეგვიძლია პროგრამა აქედანაც დავწეროთ, მაგრამ ეხლა ეგ ძალიან რთული მომენტია, რომ ის პროგრამები შემიძლია ჩავდივარ ერთ ფოლდერში, იმიტომ რომ ასე გაბნეულად არ მქონდეს და დავაყენო ტესტი, მაგალითად დავაყენო ტესტი და ეს ყველაფერი ჩავაგდო შიგნით. ეს არის ჩემი სატესტო ფოლდერი, რომლის საინსტალაციო პაკეტსაც ეხლა ვქმნით. კარგი, გავუშვით თავიდან. შევქმნით ასე ვთქვათ ფოლდერი. აი ხა უკვე ვიწყებთ ახალი საინსტალაციო პაკეტის შექმნას. ხსნი რა თქმა უნდა, new, ანუ ახალი და ვაგრძელებ ასე ვთქვათ. და რასაც გვეკითხებიან, პასუხობთ. სახელი აპლიკაციის. მე იყოს my program. ვერსია 1 და 5. კი ბატონო. ანუ რას კომენტარი ასე ვთქვათ. იყოს ჩვენი კომპანიის სახელი ან რაღაც, ანუ ის რაც გამოჩნდება პროგრამასთან ერთად. დავაწეროთ ჩვენი საიტის მისამართი და დავაწეროთ ასევე ჩვენი საიტის მისამართი ვებგვერდშიც, იმიტომ რომ ვიხდეს ადამიანი ვისი ასე ვთქვათ ამუშავარი ამ პროგრამაში. ვაწვევი next. შემდეგ, სად შეიძლება მისი დაყენება პროგრამ ფაილებში თუ ნებისმიერ სხვა ფოლდერში. ანუ აქ მე თუ მივუთითებ დედისკი მაგალითისთვის უკვე პროგრამის ინსტალაცია, ანუ მოხდება დედისკზე. ესე იგი, როდესაც მე მიგდებდა, თვითონ ამის ინსტალაციის, როდესაც მე გამომიგდა შეტყობინება, რომ პროგრამა დაყენდება CDX-ზე პროგრამ ფაილებში, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი მოხდება დედისკზე, რადგან მე ასე ჩაუწერ მას და თუ პროგრამ ფაილებს ავირჩევ, სტანდარტულად გაყოფ. ფოლდერის სახელი, სადაც მოხდება მისი ინსტალაცია, იყოს my program, ანუ აქ უნდა უკვე დავამატოთ ჩემს მიერ ასე ვთქვათ, პროგრამები, რომელიც გაეშვება. ავირჩიო უკვე ჩემი განყოფილება და ჩავაგდე. ან შეგვიძლია პირდაპირ ფოლდერი ჩავაკოპიროთ, რა თქმა უნდა. მოდი პირდაპირ ფოლდერი ჩავაკოპიროთ და აი ეს. ეხლა ჩვენ გვჭირდება ფაილი, რომელიც გაეშვება. ანუ არსებობს ფოლდერი, მაგრამ ფოლდერში როდესაც არსებობს, ანუ როდესაც პროგრამა იქმნება, ერთ-ერთი არის იკო ფაილი, ანუ თავარი ეხე. გამშვები იკონის სახე აქვს ძირითადად და არის ეხე გაფართოების. ანუ ამ სტარტის ეტაპი, ანუ ამის ხდება გაშვება ამ პროგრამის. პირველი გამოიძახება, როდესაც ვაჭერ ეკრანზე მის იარლიქს, პირველი გამოვა ეს პროგრამა და ეს სწორედ ამას ვირჩევ აქ ვაწვევი და ჩემი პროგრამებიდან მინდა რომ პირველი გამოვიძახო, მაგალითად აი ეს დოკუმენტები, აქ შევიცვალე, იმიტომ რომ ეხე გაფართოების მე ხო არაფერი არ მაქვს ახლა. საერთოდ სტანდარტულად პროგრამაში უნდა იყოს ეტაპი ეხე გაფართოების, იმიტომ რომ გაიხსნას. კაი, პირველი გამოვიძახო, ვაწვევი, ოკეი, ესე იგი, როდესაც მე ეკრანზე შევთქვას დავაჭერე, გამოვიძახებ ამას, ანუ ეს არის პირველი არის ჩემი გამშვები. ვაწვევი next. შემდეგ უკვე ხდება მარტივი იმები შევსება, ანუ ასე იგი start menu-ში ფოლდერის სახელი იქნება my program იყოს. და ეკრანზე გავაკეთოთ shortcut-ი, ესეც მოვნიშნოთ. და start menu-შიც იყოს ჩვენი shortcut-ი, ესეც მოვნიშნოთ. აქ შეკითხვებია, რომელზეც ტვიჩკის საშუალებით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ნიშნავთ და შესაბამისად აქტიური ხდება. ვაწვევი next, უკვე ვიწყება ლიცენზია. ლიცენზიის ფაილი უნდა იყოს ტექსტ გაფართოებით. მაგალითისთვის ეხლა როდესაც ვაკეთებ წინ უნდა შეგვექმნა, მაგრამ ამ ლიცენზიაში აუცილებლად გვჭირდება. ამიტომ გავაკეთოთ ტექსტ დოკუმენტი. დავაწეროთ მას ლიცენზია.
შესაბამისად, როდესაც პროგრამას ხსნით, ანუ ხდება როდესაც ლიცენზიის პაკეტი და იქ ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით გაგუთიშავს, თუ ვეთანხმებით ვაგრძელებთ, ეს ალბათ ყველა მიცით. გავაკეთოთ ლიცენზია. ასე, მაგრამ იმისათვის რომ ეს ლიცენზია ჩვენ შევინახოთ ქართულ ფორმა, ან ჩვენ გვინდა ვაკეთებთ ქართულ საქმეს ალბათ და როგორც ასე ვთქვათ, რეკლამას გავაკეთებთ და ჩვენი საიტი ყველაფერს ვაკეთებთ ქართულად. მოდი ეს ლიცენზიას და საერთოდ პროგრამაც იყოს ქართულად. რატომ არ დავაწევთ უცხოენა ლიცენზია, მაგრამ ეხლა როგორ შევინახო? ფაილის save-ის საშუალებით ვირჩევ UTF-ს გაფართოებას, UTF-8 და ვაწვევ save. ანუ უკვე ხდება მისი ქართულად შენახვა. შემდეგ გვჭირდება ინსტალაციის დროს, ასე ვთქვათ, გამოჩნდება ტექსტი ეკრანზე. ანუ იგივე მოგესალმებით, ან რაღაც ეგეთი ფაქტი როა. ესე იგი იყოს მისალმება. შევქმნათ ახალი, ასე ვთქვათ, კიდევ ტექსტ დოკუმენტი. და დავაწეროთ მას მისალმება. შევდივარ შიგნით და წერთ ასევე, რადგან ქართულზე შეთანხმდით. გამარჯობა. ვინახავ save-ის საშუალებით UTF-8 ფორმატში, რომ ქართული შრიფტი გაიგოს. და ინსტალაციის შემდეგ უკვე პროცესი. ასევე ეს ალბათ ინსტალაციის შემდეგ უკვე დავაწერთ ალბათ მადლობა. იმიტომ რომ ეს ჩვენი პროდუქციას გამოიყენეს. აქ დავაწეროთ მადლობა. შევქმნათ კიდევ დოკუმენტი და აქ სამადლობელო ტექსტი, ასე ვთქვათ. დავწერთ. მადლობა. ნახოთ ეს ყველაფერი როგორ დახვდება, ასე ვთქვათ, წინ. კარგი. ვინახავ UTF-8 გაფართოებაში. всё. ტექსტი დოკუმენტები შექმნილია. ვიწყებ ატვირთვას, ანუ ლიცენზიის ფაილი. ვეძებ და რა თქმა უნდა ლიცენზია. მისალმება და ესე ჩემი მადლობა. всё. ყველა ტექსტ დოკუმენტი ატვირთულია. ვაწვევი next. შემდეგ ვირჩევთ NRP-ის რაოდენობას, ანუ რა ენაზე იყოს ეს ყველაფერი. იყოს რუსული ენის მხარდაჭერა და იყოს ინგლისური ენის მხარდაჭერა, იყოს გერმანული ენის მხარდაჭერა. და მოკლედ რომელიც გვინდა იტალიური, იაპონური და ასე შემდეგ. ანუ რა ენის მხარდაჭერაც გვინდა ჩვენ საინსტალაციო პაკეტს. შეგვიძლია ამის საშუალებით მივუწეთ. მოდი არ გვინდა ეს გერმანული და რაღაცეები, ანუ გადავტვირთოთ რომ მალე მორჩეს, ასე ვთქვათ, იყოს სამინა რუსული, ინგლისური და გერმანული. ვაწვევი next. სადაც მოხდება, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის შენახვა. საინსტალაციო პაკეტის შენახვა დესკტოპზე. მისი სახელი იქნება setup-ი და ICO ფაილი. ანუ setup-ი რა თქმა უნდა ეკრანზე არის, მაგრამ მე მჭირდება ICO ფაილი, რომელთაც ასე ვთქვათ, გაიხსნება ეს ყველაფერი და ICO ფაილი. ვთქვათ, ICO ფაილი ვიპოვოთ, ახლა სასურველია ინტერნეტში წინასწარ კონდეს შერჩეული და საერთოდ ზოგადად შევქონათ, იმიტომ რომ საჭიროა იკონი, აუცილებელია იკონი პროგრამისათვის. მაგრამ რადგან არა მაქვს, გამოვიყენებ კომპიუტერიდან ნებისმიერ მათგანს, სადაც ვაწვევი ძიებას, მინდა სურათი, მინდა CD-ზე იპოვოს და სურათის გაფართოება მინდა იყოს ICO. რამდენიმეს მაგალითად ამოგვიგდებს. კარგი. ეხლა ავირჩიოთ იგივე, მოდი ავიღოთ კომპლეიერის, ასე ვთქვათ, ვითხოვოთ კომპლეიერისგან მისი სკრინშოტი და დავაგდოთ ეკრანზე. ასე. გამოვიყენოთ ეს, რადგან მისი გაფართოება, როგორც შემთხვევით, არის ICO. ვეძებ ძიებას, ავირჩიე უკვე მაქვს ICO ფაილი და თუ ჭირდება პაროლი, აქ ჩავუწერთ პაროლს, თუ რა თქმა უნდა გვინდა. ვაწვევი next. თითქმის ყველაფერი მოჩენილია, ისევ next და finish. ახლა ჭირდება რა თქმა უნდა მისი გაკეთება. ვაწვევი yes. სად შეიძლება მისი შენახვა მოხდეს? საინსტალაციო. ანუ ჩვენი საინსტალაციო პაკეტის სახელი, როდესაც მოხდება მისი შენახვა დესკტოპზე. Save. წავიდა პროგრამის, ასე ვთქვათ, შექმნა. პირველი ეტაპი დასრულებულია და ამის შემდეგ უკვე ეკრანზე გამოვა ესეთი რამ, ანუ ეს არის თვითონ საინსტალაციო პაკეტის შენახულია, შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ასე ვთქვათ, გავაგრძელოთ. და აქ თვითონ საინსტალაციო პაკეტი წერია. ეს შეგვიძლია ჩვენ სარკეთ ჩავსვათ სადმე, დაწერილია ზოგადად უკვე ტექსტი წერია.
რაც შეგვიძლია იგივე პროგრამაში შეჩავდოთ ჩვენი ის არის, სკრიპტი დაწერილი. მაგრამ ჩვენ გვჭირდება თვითონ შევქმნათ ეს ვიზუალურად და ამისათვის რა თქმა უნდა ვიწყებ მის ჩაწერას. პროგრამა ასე ვთქვათ უკვე ჩაიწერა და ესე ჩვენი პროგრამა. როგორც შევთანხმდით, მას აქვს კომპლეიერის სკინი. ანუ ის რაც მე დავაყენე მას. კარგი, ახლა მე ეს უკვე აღარ მჭირდება საინსტალაციო პაკეტი. შენახული მაქვს აი აქ, ეს აქ. შეგვიძლია ეს მონაცემებიც უკვე თარგე გადავდოთ და დავიწყოთ ზოგადად ჩვენ საწერილ ფაილთან მუშაობა. ანუ რა გავაკეთეთ? ეს არის სეტაპი. ვაწვევი ვირჩევ ენას, როგორც შევთანხმდით, მაქვს ინგლისური და რუსული ვარიანტები. ვაწვევი ოკეი. მაქვს მოსალმება, ანუ მომესალმება ჩემი პროგრამა, ანუ შემეძლო აქ my program როგორც დავაწერეთ. 1 და 5 ვერსია, რა თქმა უნდა, ამის რედაქტორი არ გავიგეთები, ვაწვევი next. ლიცენზია. დავეთანხმო თუ არ დავეთანხმო? დავეთანხმო. ვაწვევი next. გამომსალმება, როგორც ჩვენ დავწერეთ, ვაწვევი next. ავტომატურად აერჩია C პროგრამ ფაილები, იმიტომ რომ მე მისი შეცვლა არ მიმეთითებია, ვაწვევი next. სახელი პროგრამის არის my program. ვაწვევი next. შექმნათ თუ არა ეკრანზე ეს იკონი, ანუ ესეც რა თქმა უნდა ჩვენ მივუთითეთ რომ შექმნას. ვაწვევი next. შემდეგი ეს უკვე არის ჩვეულებრივი დასრულებული ვარიანტი პროგრამირებისა და ვაწვევი install. ინსტალაციის შემდეგ მან გადამიხადა მადლობა. ვაწვევი next და შედეგად უკვე ეს მოხსნათ ავტომატურად გაშვა ვაწვევი finish. ანუ ჩვეულებრივ საინსტალაციო პაკეტი მაქვს. აი მისი იკონი, რაც მან გააკეთა ეკრანს. როდესაც ხავხსნი ამას და ვაწვევი უკვე პროგრამას გამიხსნა Microsoft Word-ი, იმიტომ რომ მე მივეთითე Microsoft Word-ი პირველი. იქ ხო ქონდა 3 Word-ი, ანუ ეს იყო ეს არის პირველი, მეორე, მესამე. მან გამიხსნა პირველი, იმიტომ რომ მითითება მქონდა პირველის, მაგრამ მე თუ მივეთითებ რომ გამიხსენი ეხა ფაილი, ამის უკვე ეხა ფაილი. გამოვიგეთ რამდენი პროგრამი ჩადება შეიძლება აქ იგივე მაგალითისთვის ჩვენ საიტზე გვაქვს ახსნილი და გაკეთებული რომ შეიძლება ერთი პროგრამის გამოძახებით, ანუ რამოდენიმე პროგრამა გაიხსნას, ერთი კოდის შეყვანით. ეს არის საიტზე ესეთი ბრძანებები, რომ ვაჭერ ერთს და ვიხსნება სამი პროგრამა. როდესაც ჩვენ მივუშვებ setup-ს, მე შემიძლია ამ setup-თან ერთად ნებისმიერი ჩემთვის სასურველი პროგრამა ჩავწერო სხვის კომპიუტერში. ანუ მე როდესაც ვუშვებ ამას, აი ეს მე ავტომატურად მიმართავს ჩემს მიერ მითითებული ფაილს. ამ შემთხვევაში ეს იყო Word-ი, მაგრამ თუ Word-თან ერთად მე მივუთითებ სხვა ფაილსაც, ანუ მე მივუთითებ ისეთ ფაილს, მაგალითად იგივე ვირუსის ტიპის ფაილს, რომელიც ახსნა ჩვენ საიტზე გვიდევს, თუ მივუთითებ ისეთ ფაილს, რომელიც ორ რამეს ერთად უშვებს, ანუ ეს არის Word-ი და იგივე ჩემს მიერ შემდეგ სხვა პროგრამა, რომელიც მე მჭირდება, შედეგად ვიღებ, რომ ერთი setup-ით მე გავუშვებ ორ პროგრამას. ორი პროგრამის გაშვებაში ერთი შემიძლია იყოს კარგი, ერთი შეიძლება იყოს ცუდი, ეს უკვე ჩემ არჩევანზე და ჩემს ასე ვთქვათ მონდომებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არასდროს არ ვართ დაზღვეულები, როდესაც საინსტალაციო პაკეტთან გვაქვს საქმე. კარგით, ამის შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, საინსტალაციო პაკეტი ზოგადად მისი ახსნა თითქმის დამთავრებულია, შექმნილია, გაკეთებულია, გამოცდილია და ასე შემდეგ. ეხლა უკვე გადავიდეთ მის ადგილმდებარეობაზე, სად შეინახა და თუ გააკეთა მან ეს სწორად პროგრამ ფაილებში უნდა იყოს my program. მოდი ვნახოთ, თქო უნდა იმასოზე. კარგი, შეიძლება სხვა სახელი ქვია, მოდი ვნახოთ თუ რა სახელი ქვია ასე. ანუ მარჯვენა პროპერტიებში შევდივართ და მისი სახელი იქნება. არა, პროგრამ ფაილებში არის გაყოფილება my program, სწორად შევდივართ. აი, აქ არის, ანუ ვეთყობა ვერ ვიპოვეთ, კარგი. my program და აქ უკვე მაქვს ზუნისტალი, მაქვს მთლიანი ჩემი ის სამი პროგრამა, ანუ ის ნაწილები, რომლებიც მე ასე ვთქვათ ჩავიფიქრე უკვე მოხვედრილია კომპიუტერში. ანუ შემეძლო აქ მე სხვა რაღაცას ჩამიგდო, სხვა რაღაცას უკვე თავისუფლად მოხდებოდა კომპიუტერში და იგივე როგორც ვილაპარაკე, თავისუფლად მოვახდენდი მის გაშვებას სხვა კომპიუტერზე. არსებობს პროგრამები ძალიან საინტერესოები. ამას მოგვიანებით ნელ-ნელა ასე ვთქვათ ავხსნით. კარგი, ეხლა ვიწყებ მის ამოშლას. მაგალითად შევედი ჩვეულებრივ adn remove programs აქ არის განყოფილება, სადაც აბსოლუტურად ყველა ჩემი პროგრამა არის დაინსტალირებული. შედეგად ვიწყებ ძიებას. იგივე სახელი ერქმევა მას, რაც
ქვია და აქ არის my program ვერსია 1 და 5 ვიღებ მის ამოღებას. შედეგად პროგრამა ჩვეულებრივ ამოიხსნება კომპიუტერიდან და ასევე წაშლის მის საინსტალაციო პაკეტებს, როგორც ჩვეულებრივი სტანდარტული პროგრამა აკეთებს, ანუ მისი გარჩევას ნამდვილად ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ნამოქმედარი და ოფიციალური ვერსიიდან. დასრულებულია საეთაპი კი გვაქვს. ნებისმიერ დროს, ასე ვთქვათ, შეგვიძლია გამოვიყენოთ. სულ ეს იყო ეს პროგრამის, ასე ვთქვათ, ინსტალაცია შეიძლება მოყვეს, ეს არც ის რთული პროცესია, რომ ადამიანმა ვერ გაიგოს ან რაღაც სასწაული თქვენი სახე უნდა მიიღო ამის ამასთან მუშაობის დროს. ძალიან მარტივია, მთავარია შექმნა და გააკეთო ის, რასაც ზოგადად ამ პროგრამაში ჩადე. მოკლედ ძალიან გაგვიგრძელდა ის რო წარმატებას.